შალომ, ჩემო მეგობრებო. მე ჯოზეფი მქვია. იცით, ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში დამავიწყდა დათვლა, რამდენმა ადამიანმა გადაკვეთა ჩემი სახლის ღურბლი და რამდენი შაბათი მივირთვი. როდესაც ახალგაზრდა და გულღია ვიყავი, მეგონა, რომ ბედნიერება იმას ნიშნავდა, რომ შენი სახლი მატარებლის სადგურს ჰგავდა, რაც მეტი მეგობარი, მით უკეთესი. ყველას ვუხსნიდი ჩემს სულს, ვინც მიღიმოდა. მაგრამ ჩემი ბაბუა, მოხუცი და ბრძენი ებრაელი, ყოველთვის თავს აქნევდა და მეუბნებოდა რაღაცას, რაც მაშინ არ მესმოდა. ის ამბობდა, ჯოზეფ, ჯობია გყავდეს ერთი-ერთგული მეგობარი, ვიდრე 10 ნაცნობი, რომლებიც უბრალოდ ელოდებიან, როდის წაბორძიგდები, რომ მთელ ქუჩას მოუყვნენ ამის შესახებ. წლების შემდეგ კი მივხვდი ამ მწარე სიმართლეს. ყველა, ვინც შენს ჩაისვამს, შენი მეგობარი არ არის. არიან ადამიანები, რომლებიც ჩუმად და შეუმჩნევლად იპარავენ შენს იღბალს, ძალას და სიმშვიდეს. დღეს მინდა გადმოგცეთ ცოდნა, რომელიც ჩემივე შეცდომების ფასად მომივიდა. მოგიყვებით შვიდ გზაზე, თუ როგორ გაიგოთ ადამიანები, რომელთაგანაც ებრაული სიბრძნის თანახმად უმჯობესია ერთმანეთისგან შორს იყოთ, რათა თქვენი ცხოვრება სხვის პრობლემებთან ბრძოლად არ აქციოთ. მაგრამ სანამ ამ ადამიანების განხილვას დავიწყებთ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთვის. გთხოვთ, ბოლომდე მოусმინოთ ამ ამბავს. საქმე იმაშია, რომ ფინალში მთავარ საიდუმლოს გაგიმხელთ, სწორედ იმ აზრს, რომელიც ძალიან გვიან გავიგე. ეს არის ზუსტად ის გასაღები, რომელიც ახალგაზრდობაში სასოწარკვეთილად მაკლდა და რომელიც სიცოცხლის ნახევარს და ნერვების გროვას დამიზოგავდა. მოდით, დავიწყოთ ადამიანის გაგების პირველი და შესაძლოა ყველაზე ღრმა გზით. მე ამას დუმილის ტესტს ვუწოდებ. ეს წესი სასაცილოდ მარტივად ჟღერს, მაგრამ უნაკლოდ მუშაობს. აი მისი არსი. საუბრის შუაში, როდესაც თქვენს აზრს დაასრულებთ ან შეგიწყვეტენ, უბრალოდ გაჩუმდით. გააკეთეთ პაუზა. ნუ დასვამთ კონტრკითხვას, ნუ დაუქნევთ თავს საუბრის გასაგრძელებლად. უბრალოდ მშვიდად შეხედეთ თქვენს თანამოსაუბრეს და შეინარჩუნეთ დუმილი. ეს პატარა რამედ მოგეჩვენებათ, მაგრამ დაუჯერეთ მოხუცს. ეს სიჩუმე 1000 სიტყვაზე მეც გეტყვით. სინამდვილეში, ჩვენს სამყაროში ბევრი ადამიანი სინამდვილეში არ აწარმოებს დიალოგს. ისინი უბრალოდ მოუთმენლად ელოდებიან პირის გაღების თავის რიგს. ასეთი ადამიანებისთვის თქვენ არ ხართ თანამოსაუბრე. თქვენ უბრალოდ თავისუფალი ყურები ხართ ან, თუ გნებავთ, სარკე, რომელშიც ისინი აღფრთოვანებულნი არიან საკუთარი თავით. როდესაც ამ ტესტს იყენებთ, მყისიერად ხედავთ ურთიერთობის ნამდვილ ბუნებას. თუ თქვენი პაუზა ჰაერშია ჩამოკიდებული და ადამიანი მაშინვე იწყებს საკუთარ თავზე საუბარს. თავის პრობლემებზე, გამარჯვებებზე, თქვენი პაუზის შეუმჩნევლად, მაშინ თქვენს გვერდით არ არის მეგობარი. თქვენს გვერდით არის მომხმარებელი. მათ არ აინტერესებთ, რა გაქვთ სულში. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ხმამაღლა ისაუბრონ. მაგრამ თუ თქვენი პაუზის შემდეგ ადამიანი მოულოდნელად გაჩერდება, თვალებში შემოგხედავთ და გკითხავთ, რას ფიქრობთ ამაზე, ან როგორ ხართ, ეს ადამიანი შეიძლება დაფასდეს. ეს ნიშნავს, რომ ისინი მის წინ ცოცხალ ადამიანს ხედავენ და არა მხოლოდ მათი მუშაობის ფონს. ეს მარტივი ტექნიკა წლების განმავლობაში გვიხსნის სიცოცხლეს, იმ ადამიანების გამოყოფით, ვინც შენს მიმართ გულგრილია. მახსოვს, როგორ მასწავლა ეს გაკვეთილი ბაბუამ, როცა 19 წლის ვიყავი. მაშინ მყავდა მეგობარი, რომელთანაც ყველა საღამო ერთად ვატარებდით. ის იყო ენერგიული, ხმაურიანი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში და მეჩვენებოდა, რომ სამუდამოდ ძმები ვიყავით. ერთ დღეს ბაბუა, რომელიც ვერანდაზე იჯდა და ვაშლს აცლიდა, დამიძახა და მითხრა: ჯოზეფ, შენ ამბობ, რომ ის შენი საუკეთესო მეგობარია. ხვალ, როცა სასეირნოდ გახვალ, ეცადე უბრალოდ გაჩუმდე. ნუ დასვამ კითხვებს, ნუ რეაგირებ მის ისტორიებზე, უბრალოდ იარე მის გვერდით. მაშინ ხელი დავუქნიე, მეგონა, რომ მოხუცი წუწუნებდა. მაგრამ მეორე დღეს გადავწყვიტე მეცადა. 2 საათზე მეტხანს ვიარეთ. და იცით, რა მოხდა? ამ 2 საათის განმავლობაში ჩემმა მეგობარმა ერთხელაც არ შეამჩნია, რომ ჩუმად ვიყავი. ის საუბრობდა გოგონაზე, რომელიც მოსწონდა, იმაზე, თუ როგორ ჩხუბობდა მამასთან, რა გრანდიოზული გეგმები ჰქონდა. ერთხელაც არ უკითხავს, ჯოზეფ, რატომ ხარ ასეთი ჩუმად? რა ხდება შენთან? ერთხელაც არა. და როდესაც ჭიშკართან დავემშვიდობეთ, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა: დღეს შესანიშნავი საუბარი გქონდა. ნამდვილი მეგობარი ხარ. მე იქ ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მიდიოდა და შინაგანად ისეთი სიცარიელე ვიგრძენი, თითქოს გამაძარცვეს. იმ საღამოს მივხვდი, მეგობარი არ მყავდა. უბრალოდ მის ერთკაციან თეატრში დეკორაციად მუშაობდი. მას შემდეგ აღარ უკარგავ დროს მათზე, ვისაც სიჩუმე არ ესმის.
მეორე გამოცდა დავიწყებული ვალია. ეს ეხება ფულს, ვალდებულებებს და იმ უცნაურ, წებოვან სირცხვილის გრძნობას, რომელსაც რატომღაც განიცდის არა ის, ვისაც მოვალეობა აქვს, არამედ ის, ვისაც ვალი აქვს. მე ამ მეთოდს დავიწყებული ვალის ტესტს ვუწოდებ. და დაიჯერეთ მოხუცი, ეს არის საუკეთესო დაზღვევა ღალატის წინააღმდეგ, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ ჩვენს სამყაროში. ბევრ თქვენგანს დარწმუნებული ვარ, ეს გრძნობა იცნობს. თქვენ ასესხეთ ადამიანს რაღაც ან მცირე თანხა. გადის ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე. ადამიანი აგრძელებს თქვენს ღიმილს, როცა შეხვდებით, ხელს გიქნევთ, ხუმრობებს გიყვებათ, მაგრამ ვალზე არც ერთი სიტყვა. და აქ, თქვენში, ეს ჯია იწყებს ზრდას. თქვენ იწყებთ ფიქრს. შესაფერისია მათი შეხსენება. რა მოხდება, თუ ისინი განაწყენდებიან? რა მოხდება, თუ ისინი ახლა რთულ პერიოდს გადიან და აქ ვარ ჩემს წვრილმანებთან? თქვენ იწყებთ გრძნობას, თითქოს დანაშაულს ჩადიხართ, რადგან ითხოვთ იმას, რაც თქვენია. გეჩვენება, რომ ამ ფულის ღირსი არ ხარ, რომ წვრილმანი ხარ, რომ მეგობრობა ამაზე მაღლა დგას. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, ეს ხაფანგია. ეს შენი გონების ეშმაკური თამაშია, რომელსაც უსირცხვილო ადამიანები ვირტუოზული ოსტატობით იყენებენ. ფული მხოლოდ მონეტები ან ქაღალდი არ არის. ფული შენი ცხოვრების მატერიალიზებული დროა. საათობით, დღეებით, შესაძლოა თვეებითაც კი იმუშავე, ოჯახის წევრების არნახვით, დაიღალე, რომ ეს გამოგემუშავებინა. და როდესაც ვინმე იღებს მას და არ აბრუნებს, ის ფულს არ იპარავს, ის შენი ცხოვრების იმ ნაწილს იპარავს, რომელსაც ვეღარასდროს დაიბრუნებ. დავიწყების ვალის ტესტის არსი ასეთია. ადამიანის სანდოობის შესამოწმებლად არ არის საჭირო პრობლემების ან კრიზისის ლოდინი. საჭიროა შექმნა მცირე რისკის სიტუაცია. ასესხე ადამიანს თანხა, რომლის სამუდამოდ დაკარგვაც არ გაგიჭირდება. ეს უნდა იყოს თანხა, რომლის დაკარგვაც ვახშმის გარეშე არ დაგტოვებს, მაგრამ რომელიც საკმარისად ხელშესახებია დასამახსოვრებლად. ან მიეცი საშუალება გამოიყენონ რამე, ციგნი, ხელსაწყო, რაღაც ღირებული და შემდეგ გაჩუმდნენ. ნუ შეახსენებ, ნუ მიანიშნებ, ნუ იკითხავ. აბა როგორ მიდის საქმეები, უბრალოდ დააკვირდი. ეს სიჩუმე შენი მთავარი მოკავშირეა. ამ სიჩუმეში ადამიანის ნამდვილი ბუნება დეველოპერის ფოტოსურათის მსგავსად ვლინდება. განვითარების ორი ვარიანტი არსებობს. პირველი, ადამიანი შეხსენების გარეშე მოდის და ვალს აბრუნებს. შესაძლოა, დაგვიანებისთვის ბოდიშის მოხდითაც კი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს შინაგანი ბირთვი, რომელსაც სინდისი ჰქვია. მათ სიტყვას წონა აქვს და თქვენი სიცოცხლე და შრომა მისთვის ღირებულია. მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც. ადამიანი ივიწყებს. ისინი იმედოვნებენ, რომ თქვენ, როგორც თავაზიანი და ინტელექტუალური ადამიანი, ძალიან შეგრცხვებათ კითხვის დასმა. ისინი თქვენს საზღვრებს გამოცდიან. ისინი ფიქრობენ, აჰა, ისინი ჩუმად არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მე არ მჭირდება მისი დაბრუნება. მათ ეს სინამდვილეში არ სჭირდებათ. მათ ისედაც ბევრი აქვთ. როგორც კი მიხვდებით, რომ ადამიანი ამ თამაშს თამაშობს, გაიხარეთ. დიახ, გაიხარეთ. თქვენ უბრალოდ იყიდეთ სიმართლე ძალიან მცირე ფასად. ერთი მუჩა მონეტა დაკარგე, მაგრამ მომავალი ქონება შეინახე, რადგან ადამიანი, რომელსაც შეუძლია პატარა ვალის დავიწყება, აუცილებლად გიღალატებს დიდ საქმეში, როდესაც შენი ბედი სასწორზეა. მოგიყვები ისტორიას, რომელიც არა ჩემს თავს, არამედ ჩემს თვალწინ დამემართა, როდესაც უკვე ზრდასრული კაცი ვიყავი და პატარა მაღაზიას მართავდი. ჩვენს სამეზობლოში ცხოვრობდა კაცი, სახელად ბორისი. ეს საოცარი პერსონაჟი იყო, ნებისმიერი კომპანიის სული, ყოველთვის გაცვეთილ პერანგში, ძვირადღირებული ოდეკოლონის სურნელით. მას შეეძლო სადღეგრძელოების თქმა, რომ ქალები ტიროდნენ და კაცები მის ჩახუტებას ჩქარობდნენ. როგორც ჩანს, მთელ უზარმაზარ სამყაროში უფრო კეთილშობილი ადამიანი არ არსებობდა. ყველანი გარკვეულწილად მოხიბლულნი ვიყავით მისი ბრწყინვალებით. ერთხელ ბორისი მომიახლოვდა. მზიანი სამშაბათი იყო. ახლახანს ვტვირთავდი საქონელს. მან ფართო ღიმილით თქვა, რომ პატარა პრობლემა ჰქონდა. საფულე სახლში დაავიწყდა და სასწრაფოდ უნდა გადაეხადა დედისთვის საჩუქრის მიტანა. თანხა საკმაოდ მცირე იყო. ჩემთვის ეს იყო რამდენიმე საათიანი მუშაობის შემოსავალი. რა თქმა უნდა, მე გადავეცი. როგორ შეგიძლია უარი უთხრა ადამიანს, რომელსაც ასე ძალიან ადარდებს დედა? ხელი ჩამომართვა, გულწრფელი მზერით შემომხედა თვალებში და მითხრა: ჯოზეფ, ხვალ დილით მოვიტან. საპატიო სიტყვა. ხვალ მოვიდა. ბორისი არ მოსულა. გავიფიქრე, ეს ხდება, კაცი დაკავებული იყო. ერთი კვირა გავიდა.
ქუჩაში ბორის შეხვდი. ის ყვავილების უზარმაზარი თაიგულით მიდიოდა და იცინოდა. რომ დამინახა, არც კი შეკრთა. მოვიდა, მხარზე ხელი დამარტყა, მკითხა ჩემი ცოლის ჯანმრთელობის, ჩემი შვილების სწავლის შესახებ. ვიდექი და ველოდი. ვიფიქრე, ახლა შუბლს დაიჭერს და მეტყვის. ჯოზეფ მაპატიე, თავში ნახრეთი მაქვს, აი შენი ფული. მაგრამ არ თქვა. ამინდზე ისაუბრა და გზა განაგრძო. იმ მომენტში სწორედ ეს გრძნობა გამიელვა. უნდა შევახსენო? არა, უხერხულია. ყვავილები აქვს, ზეიმობს და აი, მე კი ჩემი პენსებით ავდივარ. რა წვრილმანი ვარ. მაგრამ შემდეგ ბრძენი ადამიანების სიტყვები გამახსენდა და თავი შევიკავე. ვუთხარი ჩემს თავს. არა, იოსებ, შენ კი არა წვრილმანი ხარ, ის არის შენი დროის ქურდი. გადავწყვიტე, აღარ შემეხსენებინა. უბრალოდ გონებაში ვაჩუქე ეს ფული და თავში უზარმაზარი წითელი ჯვარი დავსვი. ჩემთვის ეს ადამიანი აღარ არსებობდა, როგორც პარტნიორი, როგორც მეგობარი, როგორც საიმედო მხარდაჭერა. და რას ფიქრობ? 3 წელი გავიდა. ბორისი კვლავ ბრწყინავდა. მან ქსოვილების მომარაგების დიდი ბიზნესი დაიწყო. მთელი ჩვენი კვარტალი დადიოდა და ინვესტიციებს აგროვებდა. ხალხს ოქროს მთებს, წარმოუდგენელ პროცენტებს ჰპირდებოდა. მისი ხიბლი უნაკლოდ მუშაობდა. ხალხი მას წლების განმავლობაში დაგროვილ დანაზოგს მოჰქონდა. ჩემმა მეზობელმა, მოხუცმა მკერავმა, ყველაფერი მისცა, რასაც ქალიშვილის ქორწილისთვის აგროვებდა. ბორისიც ჩემთან მოვიდა. შემომთავაზა ფულის ჩადება მის ბიზნესში, დამპირდა, რომ 6 თვეში ახალ სახლს ვიღიდიდი. რომ არა ის ინციდენტი საჩუქრის მიწოდებისთვის დავიწყებული ვალით, ალბათ დავთანხმდებოდი. ბოლოს და ბოლოს ის ისეთი წარმატებული, ისეთი დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მაგრამ მე მას შევხედე და დავინახე არა წარმატებული ბიზნესმენი, არამედ ის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათი მომპარა ჩემი სამუშაოდან და არც კი გაცითლებულა. მტკიცედ და ახსნა განმარტების გარეშე უარი ვუთხარი. 2 თვეში ბორისი გაქრა, უბრალოდ აორთქლდა მეზობლების ფულთან ერთად. მკერავს გულის შეტევა დაემართა. მისი ქალიშვილის ქორწილი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ხალხი ტიროდა, ხალხი წყევლიდა იმ დღეს, როცა მისი ღიმილი დაიჯერეს. მე კი საღამოს სახლში ვიჯექი, ჩაის ვსვამდი და ვფიქრობდი, რა იაფად გავძელი. ის მცირე თანხა, რომელიც 3 წლის წინ დავკარგე, ჩემი უსაფრთხოების საფასურად იქცა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, არასოდეს დაადანაშაულოთ საკუთარი თავი ფულის გახსენების გამო. თუ გრცხვენიათ ვალის გახსენება, იცოდეთ, ეს ცრუ სირცხვილია. პატიოსანი ადამიანი არასდროს გაიძულებთ, რომ თქვენი საკუთრება ითხოვოთ. ის თავად მოიძიებს შეხვედრას, რათა დააბრუნოს ის, რაც წაართვეს. და თუ ადამიანი გაიძულებთ, მის უკან გაიქცეთ. თუ თავს უღირსად ან ხარბად გაგრძნობინებთ, გაიქეცით მისგან. ეს დავიწყებული ვალის ტესტი საუკეთესო ფილტრია, რომელიც სახლის ზღურბლზე მყოფ დამპალ ადამიანებს აშორებს, სანამ ისინი ავეჯის გატანას მოასწრებენ. უმჯობესია ახლავე დაკარგოთ პატარა მონეტა, რომ გაიგოთ ადამიანის ფასი, ვიდრე მოგვიანებით მას საფულე ანდოთ და ყველაფერი დაკარგოთ. მესამე ტესტი არის დამატებითი ხურდის ტესტი. ბევრი მიჩვეულია ამას იღბალს უწოდებდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს სულის ნამდვილი დამპალია. მე ვსაუბრობ იმ მომენტზე, როდესაც ცხოვრება გიცდის პატიოსნებას, სანამ არავინ გიყურებს. მე ამას დამატებითი ხურდის ტესტს ვუწოდებ. და ეს, ალბათ, ადამიანის შინაგანი წესიერების ყველაზე ზუსტი ბარომეტრია, რომელიც ბუნებაში არსებობს. რა არის ამ საიდუმლოს არსი? ჩვენ მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ, რომ ქურდი არის ის, ვინც ღამით საკეტებს ამტვრევს ან ბრბოში ჯიბეებს იჯერს. მაგრამ ნამდვილი გამოცდა არ ხდება მაშინ, როდესაც ქურდობის მცდელობა გჭირდებათ, არამედ მაშინ, როდესაც ქურდობა მარტივია, უსაფრთხო და ერთი შეხედვით შემთხვევითიც კი. წარმოიდგინეთ სიტუაცია. თქვენ თქვენს ნაცნობთან, მეგობართან ან პარტნიორთან ერთად მაღაზიაში. ბაზარში მიდიხართ ან კაფეში ზიხართ. დაღლილი მოლარე ან ხანდაზმული გამყიდველი შეცდომას უშვებს, შეცდომას თქვენს სასარგებლოდ. ისინი საჭიროზე მეტ ხურდას გაძლევენ. შესაძლოა კუპიურები აერიათ, ან იქნებ უბრალოდ დაღლილობისგან არასწორად დათვალეს. და აი, დგება სიმართლის მომენტი. ეს მეორე ოქროზე მეტი ღირს. რას აკეთებს თქვენი თანამგზავრი? არსებობს 2 გზა. პირველი გზა კეთილშობილების გზაა. ადამიანი ხედავს შეცდომას და მაშინვე, ხოხმანის გარეშე, აბრუნებს ზედმეტს. ისინი ამბობენ, ბოდიში შეცდომა დაუშვით, ძალიან ბევრი მომეცით. რატომ აკეთებენ ამას? არა იმიტომ, რომ პოლიციის ეშინიათ,
არამედ იმიტომ, რომ პატივს სცემენ სხვის შრომას და არ სურთ საკუთარი კეთილდღეობის სხვის დანაკარგზე აშენება. მათ არ სჭირდებათ ის, რაც მათი არ არის. მაგრამ არსებობს მეორე გზა. ადამიანი ხედავს ზედმეტ ფულს და მის თვალებში მტაცებლური ბრწყინვალება იელვებს. ისინი სწრაფად მალავენ ფულს ჯიბეში, გიგრავენ თვალს და ჩურჩულებენ. შეხედე გამიმართლა, დღეს ჩემი დღეა. შემდეგ კი, როცა მიდიხარ, იწყებენ თავიანთი მცირე სიბოროტის გამართლებას. ამბობენ, ეს მაღაზია მაინც მდიდარია, ისინი არ გაკოტრდებიან. ან ეს სასჯელია გამყიდველის უყურადღებობისთვის, მიეცით საშუალება ისწავლონ დათვლა. გსმენიათ ეს? დარწმუნებული ვარ, გსმენიათ. ამიტომ გახსოვდეთ სიბრძნე, რომელიც ვისწავლეთ ჩემი ნაცრისფერი წლების განმავლობაში. თუ ადამიანი ხარობს სხვისი შეცდომით და ჯიბეში ინახავს იმას, რაც მას არ ეკუთვნის, რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცით მისგან, ეს ადამიანი მარადიორია. დღეს მათ მიითვისეს დამატებითი მონეტა, რადგან მოლარემ ზურგი აქცია. ხვალ, როცა ზურგს შეაქცევთ ან ავად გახდებით, ისინი მიითვისებენ თქვენს წილს ბიზნესში, თქვენს იდეას ან თუნდაც თქვენს ადგილს მზის ქვეშ. მათთვის არ არსებობს პატივის ცნება, არსებობს მხოლოდ შესაძლებლობის ცნება. თუ ღობე დაბალია, ისინი გადააბიჯებენ მას. თუ კარი ღია, ისინი ნივთებს გაიტანენ. მათი პატიოსნება მხოლოდ სასჯელის შიშით არის შენარჩუნებული და არა სინდისით. მოგიყვებით ისტორიას, რომელმაც მასწავლა ადამიანების სიღრმისეული დანახვა. ეს მრავალი წლის წინ მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ ქსოვილებით ვაჯრობდი. ვეძებდი საიმედო პარტნიორს ბიზნესის გასაფართოებლად და შორეული ქალაქებიდან საქონლის გადასაზიდად. ჰორიზონტზე კაცი გამოჩნდა, მოდით, მას ნათანი დავარქვათ. ოხ, ნათანი უნდა გენახათ. ეს იყო ადამიანის ზეიმი. ის იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა, რომ ჩიტებიც კი ჩუმდებოდნენ მის მოსასმენად. ის ენერგიული იყო, იდეებით სავსე. თვალები ენთო. მან სამუდამო ერთგულება დამაფიცა და მითხრა, რომ ერთად მთებს გადავდგამდით. თითქმის დავეთანხმე. უკვე ჩამოვართვით ხელი, მაგრამ რამდენიმე დოკუმენტი დარჩენოდა ფორმალიზებული და საქონლის საცდელი პარტია შესაძენად. მასთან ერთად წავედით მეზობელ ქალაქში, დიდ საბითუმო საწყობში. დღე ცხელი, დახუთული იყო, თავი მიტრიალებდა. ნიმუშები ავიღეთ და ნათანი წავიდა საწყობის მფლობელისთვის გადასახდელად. მფლობელი მოხუცი, თითქმის ბრმა კაცი იყო, რომელიც აშკარად ცუდად გრძნობდა თავს იმ დღეს. ცოტა მოშორებით ვიდექი, მაგრამ ყველაფერი ნათლად დავინახე. ნათანმა მას ფულის დასდა გადასცა საქონლისთვის. მოხუცმა ხურდის დათვლა დაიწყო. ხელები უკანკალებდა, კუპიურებში აირია. ნათანისთვის რამდენიმე პატარა კუპიურის მიცემის ნაცვლად, შეცდომით ორი დიდი, ერთმანეთზე მიგრული კუპიურა ჩაუდო ხელში. შეცდომის ოდენობა მნიშვნელოვანი იყო. საკმარისი ფული მთელი კვირის განმავლობაში რესტორანში სადილისთვის. ნათან, შევნიშნე, როგორ გაეყინა თითები წამის მეასეთში. მან ჯერ მოხუცს შეხედა, შემდეგ ფულს, შემდეგ ისევ მოხუცს. მე დაველოდე. ჩუმად ვილოცე, ნათან დააბრუნე. უთხარი. იყავი ადამიანი. მაგრამ ნათანმა სწრაფად შეკრა მუშტი. ფული ღრმად ჩაიდო შარვლის ჯიბეში და ხმამაღლა, ღიმილით თქვა, გმადლობთ მამა. ყველაფერი ზუსტადაა. ჯანმრთელობას გისურვებ. საწყობიდან გამოვედით. ნათანი კარგ ხასიათზე იყო. მხარზე ხელი დამარტყა და სიცილით ამოიღო ის ერთმანეთზე მიგრული კუპიურები. ჯოზეფ, ნახე? მოხუცი სულელი სრულიად დაბრმავდა. სამჯერ მეტი ხურდა მომცა. აი, ეს იღბალია. აი, რას მივხვდი, ზემოდან ნიშანი. წავიდეთ, ვიზეიმოთ. ჩემი ნუგბარი, შევხედე და შემეშინდა. ჩემს წინ არა წარმატებული პარტნიორი იდგა, არამედ წვრილმანი ქურდი, რომელმაც ავადმყოფი მოხუცი გაძარცვა და ამას ზემოდან ნიშანი უწოდა. იმ წამს ყველაფერი მივხვდი ჩვენი მომავლის შესახებ. წარმოვიდგინე, რა მოხდება, თუ ერთ დღეს შეცდომას დავუშვებ? რა მოხდება, თუ ავად გავხდები? რა მოხდება, თუ გამოთვლებში რამე გამომრჩება? ისიც ისევე ჩაიდებდა ჩემს შეცდომას ჯიბეში, გაიღიმებდა და ითხოვდა, რომ ეს მისი იღბალი იყო. უარი ვთქვი მასთან რესტორანში წასვლაზე. ვუთხარი, რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა სახლში დაბრუნება. მთელი გზა ჩუმად ვიყავი, ის კი თავის ნადავლით მიყვებოდა და გეგმებს აწყობდა. მეორე დღეს მივედი და ვუთხარი, რომ მასთან საქმიან ურთიერთობას არ ვაპირებდი. მიზეზი არ ავუხსენი, უბრალოდ ვთქვი, რომ გადავიფიქრე. ნათანი განაწყენდა, იყვირა, რომ ვაწუწუნებდი, რომ მოხუცი მშიშარა ვიყავი, რომელსაც რისკზე წასვლა ეშინოდა. 5 წელი გავიდა.
ნათანმა სხვა პარტნიორი იპოვა, ახალგაზრდა და სანდო ბიჭი. მათ დიდი ბიზნესი გახსნეს და შემდეგ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. როდესაც კრიზისი დაიწყო, ნათანმა ფარულად ყველა საწყობი ცოლის სახელზე გადაიტანა. კომპანიის ანგარიშები განაღდა და გაიქცა. ახალგაზრდა პარტნიორს კი სერიოზული ადამიანების წინაშე უზარმაზარი ვალი დაუტოვა. ბიჭს ვალების დასაფარად მშობლების ბინა უნდა გაეყიდა. როდესაც ამის შესახებ გავიგე, გამახსენდა საწყობში თითქმის ბრმა მოხუცი კაცი და ის გაჩედილი კუპიურები. დამატებითი ხურდის ტესტი უნაკლოდ მუშაობდა. ნათანი არ შეცვლილა, მან უბრალოდ გაზარდა თავისი არაკეთილსინდისიერება. ვისაც შეუძლია სუფრიდან ნამცეცის მოპარვა, მთელ პურს მოიპარავს, თუ მეპატრონე უკან შებრუნდება. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, დააკვირდით. ნუ შეხედავთ, როგორ ამბობს ადამიანი სადღეგრძელოს, შეხედეთ, როგორ იქცევა ის სალაროსთან. შეხედეთ წვრილმანებს. თუ თქვენი ნაცნობი დამატებით ხურდას დაგიბრუნებთ, მოეჯიდეთ. ეს არის ადამიანი, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ დაზვერვაში წასვლა, სახლის აშენება, შვილების აღზრდა. მაგრამ თუ ისინი სხვის შეცდომას საკუთარ გამარჯვებად აღიქვამენ, გაიქეცით. ნუ იფიქრებთ, რომ მათთვის გამონაკლისი იქნებით. რბობისთვის გამონაკლისები არ არსებობს. ეს ცხოვრების კანონია, ქვასავით მხარი. მეოთხე გამოცდა შეცვლილი გეგმების გამოცდაა. ჩვენ ვისაუბრებთ თავისუფლებაზე და იმ გალიაზე, რომელშიც ზოგჯერ უახლოესი ადამიანები ცდილობენ ჩვენს ჩასმას. მე ამას შეცვლილი გეგმების გამოცდას ვუწოდებ. ეს არ არის ერთგულების, არც კეთილშობილების და არც პატიოსნების გამოცდა. ეს არის გამოცდა იმისა, თუ როგორად თulis თქვენს გვერდით მყოფი ადამიანი. ცოცხალ პიროვნებად თუ მოსახერხებელ ავეჯად საკუთარ მისაღებ ოთახში. ცხოვრება, როგორც იცით, არ არის სახაზავით გავლებული სწორი ხაზი. ცხოვრება მღელვარე მდინარეა. დღეს მზე ანათებს, ხვალ კი კოკისპირული წვიმაა. დღეს თქვენ ძალით ხართ სავსე და მზად ხართ მთების გადასაადგილებლად, ხვალ კი შეიძლება უბრალოდ კბილის ტყივილი გქონდეთ, შორეული ნათესავი მოგივიდეთ, ან სული იმდენად დაგიმძიმდეთ, რომ უბრალოდ დაწოლა და ჭერს ყურება მოგინდეთ. ეს ნორმალურია. ეს ადამიანის ბუნებაა, იყო ცოცხალი, მოქნილი, შეიცვალო ბედისწერის ქარში. მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც თქვენი ცვლილებები პირადი შეურაცხყოფაა. ამ ტესტის არსი სიმახინჯის ზღვარზე მარტივია. მაგრამ მისი შედეგები თვალებს ნებისმიერ ფსიქოლოგიის წიგნზე უკეთ ახელს. სცადეთ ერთ დღეს შეთანხმების შეცვლა, არა ბოროტების გამო, არა შეურაცხყოფის სურვილის გამო, არამედ ობიექტური ცხოვრებისეული მიზეზის გამო. ან თუნდაც უბრალოდ იმიტომ, რომ გადააჭარბეთ თქვენს ძალას. თქვით, მისმინეთ, შევთანხმდით, რომ ხვალ 7 საათზე შევხვდებოდით, მაგრამ ფორსმაჟორული სიტუაცია მქონდა, ვერ მოვახერხებ მოსვლას. მოდით, გადავდოთ შეხვედრა. და აქ გაჩერდით და მოусმინეთ. მოусმინეთ არა ყურებით, არამედ გულით. რადგან ადამიანის რეაქცია ამ წამს ზუსტად გაჩვენებთ, სათხართ მის კოორდინატთა სისტემაში. ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც გიყვარს და პატივს გცემს, მოქნილად რეაგირებს. ისინი იტყვიან, რა თქმა უნდა სამწუხაროა, მე უკვე მოუთმენლად ველოდი. მაგრამ არაფერი საშინელი. ყველაფერი რიგზეა შენთან. დახმარება გჭირდება. მოგვიანებით ვისაუბროთ. რატომ ამბობენ ამას? იმიტომ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი შენ ხარ და არა შენთან შეხვედრა. მათთვის მნიშვნელოვანია შენი მდგომარეობა. მათ ესმით, რომ გეგმები მხოლოდ მონახაზია და ცხოვრება საბოლოო ასლია და მას თავისი შესწორებები აქვს. ისინი ტირიფის მსგავსად არიან, რომელიც ქარში იხრება, მაგრამ არ იმსხვრევა. მაგრამ არსებობს სხვა ტიპის ადამიანები, ფარული ტირანები, კონტროლიორები. მათთვის შენი უარი გემზე ამბოხებაა. მიმღებში სიცივეს, ყინულს ან პირიქით, რისხვის აფეთქებას გაიგონებ. ისინი შენში დანაშაულის გრძნობას ჩანერგავენ, როგორ შეგეძლო? მე უკვე დავჯავშნე მაგიდა. შენთვის საქმეები გავაუქმე. შენ ყოველთვის ყველაფერს აფუჭებ. შენ არასანდო ხარ. განსხვავებას გრძნობ? არ გკითხეს, რა დაგემართა. მათ არ აინტერესებთ, ავად გახდები თუ ხანძარი გაჩნდება. მათთვის მნიშვნელოვანი სხვა რამ არის. თქვენ დაარღვიეთ მათი სცენარი. თქვენ გამოხვედით იმ როლიდან, რომელიც თქვენთვის დაწერეს. თქვენ მათი საკუთრება ხართ და ქონებას არ აქვს უფლება შეცვალოს გეგმები. სკამს არ აქვს უფლება სხვა ოთახში წავიდეს, როდესაც მფლობელს მასზე ჯდომა სურს. ასეთი ადამიანები ცხოვრებას მაქსიმალური უსაფრთხოების ციხედ აქცევენ. თავიდან გეჩვენებათ, რომ ეს უბრალოდ დისციპლინაა, რომ ადამიანს უბრალოდ წესრიგი უყვარს.
მაგრამ დროთა განმავლობაში ამჩნევთ, რომ გეშინიათ მათთან დარეგვის. მათთან შესახვედრად სიცხით მიდიხართ, რომ არ განაწყენდნენ. მნიშვნელოვან საკითხებს აუქმებთ, უბრალოდ რომ მათი ლექციები არ მოусმინოთ. მათი რეაქციის შიშით იწყებთ ცხოვრებას. ეს მეგობრობა არ არის, ჩემო მეგობრებო, ეს მონობაა, რომელიც ზრუნვის ნიღაბად არის შენიღბული. მოგიყვებით ისტორიას, რომელმაც ეს ერთხელ და სამუდამოდ მასწავლა. ეს მაშინ იყო, როცა უკვე ფეხზე წამოვდექი და სხვადასხვა ადამიანთან საქმიანობდი. ვყავდა მეგობარი, მოდით, ეფიმი დავარქვათ. ოჰ, ეფიმი დროის კაცი იყო. ყველაფერი ერთი წლით ადრე იყო დაგეგმილი. მან იცოდა, რას შეჭამდა მომავალ სამშაბათს სადილზე და რა პერანგს ჩაიცვამდა ერთ თვეში ძმისშვილის ქორწილში. თავიდან ამან გამაოცა. მე ბუნებით ცოტა ქაოტური ადამიანი გავიფიქრე, ეს არის ხერხემალი, ეს არის საიმედოობა. ასეთ ადამიანთან ერთად არ დაიღუპები. მე და ეფიმი დავახლოვდით. დავიწყეთ კურორტზე, ცხელ წყაროებზე ერთობლივი მოგზაურობის დაგეგმვა, რათა ჩვენი ძველი ძვლები განგვესაკურნა. ეფიმმა ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო. მან შეადგინა მარშრუტი, დაგეგმა ყველა გაჩერება, ყველა კაფე, სადაც ხავას დავლევთ. ყოველ საღამოს მირეკავდა და მაწვდიდა ინფორმაციას. ჯოზეფ გამგზავრება 10:00 საათზე სადილი 12:30 საათზე არც ერთი წუთით გვიან. თავი დავუქნიე და გამიხარდა, რომ არაფერზე ფიქრი არ მომიწია. მაგრამ მოგზაურობამდე 2 დღით ადრე უსიამოვნება მოხდა. ჩემმა უმცროსმა ქალიშვილმა, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობდა, ცრემლებით დარეკა. მისი შვილი, ჩემი შვილიშვილი, ავად გახდა და დახმარება სჭირდებოდა. უბრალოდ მხარდაჭერა, რომ ვინმე მასთან ყოფილიყო, სანამ მისი ქმარი მივლინებაში იყო. ეს არ იყო სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი, არამედ სისხლით ნათესაობის ზარი იყო. სხვანაირად არ შემეძლო მოქცევა. ჩემს ქალიშვილთან უნდა მივსულიყავი. ეფიმას ნომერი ავგრიფე. გულწრფელად რომ ვთქვა, ხელები მიკანკალებდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ბოლოს და ბოლოს ამდენი რამ ჰქონდა დაგეგმილი. ვუთხარი, ეფიმ, ჩემო მეგობარო, მაპატიე ყველაფერი წმინდა. ამ პარასკევს წყაროებზე ვერ წავალ. ჩემი შვილიშვილი ცოტა ავად გახდა, ჩემი ქალიშვილი დახმარებას ითხოვს. ერთი კვირით გადავდოთ, თორემ ხარჯებს აგინაზღაურებ, თუ მარტო წახვალ, იმედგაცრუებას ველოდი. იმედგაცრუების კვნესას ველოდი. მაგრამ არ ველოდი იმას, რაც მოვისმინე. ეფიმმა არ მკითხა, რა სჭირდა ჩემს შვილიშვილს, რამდენად სერიოზული იყო საქმე. ეფიმი აფეთქდა. ტელეფონში ისე ხმამაღლა იყვირა, რომ ყურიდან ტელეფონს ვაშორებდი. გესმის, რა ჩაიდინე, იყვირა მან. მე დავეთანხმე ხალხს. გრაფიკი შევადგინე. ყველაფერი წუთში არის გათვლილი. ცხოვრებას მინგრევ. შენს შვილიშვილს შეეძლო აეტანა, ან ძიძა დაგექირავებინა. რატომ უნდა ვიტანჯო შენი ოჯახური პრობლემების გამო? უპასუხისმგებლო ეგოისტი ხარ, იოსებ, ბრალდებების ამ ნაკადს ვუსმენდი და უცებ საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. თითქოს ნისლი გაიფანტა. მივხვდი, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში არა ადამიანთან, არამედ კალკულატორთან მეგობრობდი. მისთვის მნიშვნელოვანი მე, იოსები, ჩემი ხუმრობები, ფიქრები და ჩემი ოჯახი არ ვიყავი. მისთვის მნიშვნელოვანი იყო თანამგზავრის ფუნქცია, რომელიც მკაცრად გრაფიკით უნდა შემესრულებინა. ჩემი პრობლემა, ჩემი ქალიშვილის მასზე წუხილი მის იდეალურ გრაფიკში მხოლოდ შემაწუხებელი დაბრკოლება იყო. ის მზად იყო ჩემი სიმშვიდე შეეწირა, რათა ზუსტად 12:30-ზე როგორც დაგეგმილი ჰქონდა, სენდვიჩი ეჭამა. წინადადების შუაში შევაწყვეტინე. ჩუმად, მაგრამ მტკიცედ ვუთხარი, ეფიმ გაჩერდი. ყველაფერი მესმის. პარასკევს არ წამოვალ, არც ერთ კვირაში, არც ერთ წელიწადში. რადგან თუ ჩემი შვილიშვილი შენთვის მხოლოდ პროგრამის შეცდომაა, მაშინ ერთ გზაზე არ ვართ. გისურვებ, იპოვო თანამგზავრი, რომელიც ისევე ზუსტად დააფიქსირებს, როგორც შენი საათი. გავთიშე. აღარასდროს დავუკავშირდით ერთმანეთს. დიახ, დავკარგე საიმედო თანამგზავრი, მაგრამ მოვიპოვე თავისუფლება. თავისუფლება, რომ ვიყო ცოცხალი ადამიანი, რომლის გარემოებებიც შეიძლება შეიცვალოს. და იცი, რას გეტყვი? ადამიანები, რომლებიც გიყვარს, ყოველთვის გაიგებენ შენს არას, თუ ის გულწრფელად ითქვა. და ისინი, ვინც გაბრაზდებიან იმის გამო, რომ მათი კონტროლიდან გაეკეცი, ისინი მეგობრები არ არიან, ისინი ზედამხედველები არიან. და მათი ციხიდან პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა გაიქცე, თუნდაც იქ გრაფიკით გაჭმევენ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ გეგმების შეცვლის, ნუ შეგეშინდებათ უხერხულობის.
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ სხვისი გრაფიკით იცხოვროთ, შეგეშინდეთ იმ ადამიანის განაწყენების, ვისაც სინამდვილეში თქვენი გული არ აინტერესებს. გამოსცადეთ ადამიანები ცვლილებებით. ის, ვინც ახლოს რჩება და გეკითხებათ, թե როგორ ხართ, ეს არის თქვენი ნამდვილი საგანძური. მეხუთე გამოცდა არის დაღლილობის ან ალკოჰოლის გამოცდა. ჩვენ მივუახლოვდით იმ ხაზს, რომლის იქითაც აღზრდა მთავრდება და იწყება ადამიანის ნამდვილი შიშველი არსი. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რასაც მე დაღლილობის ან ალკოჰოლის გამოცდას ვუწოდებ. ეს არის გამოცდა, რომელიც ყველან იღებს აშორებს. თუნდაც ისინი სახეზე იყოს მიგრული თავაზიანობისა და შიშის უძლიერესი წებოთი. იცით, ნორმალურ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი კარგად არის დასვენებული, როდესაც ის გამოკვებილია, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ძალიან ადვილია კარგი იყო. ძალიან ადვილია გაიღიმო, სწორი სიტყვები თქვა, ადგილი დათმო და წმინდანად გამოიყურებოდე. ეს არ საჭიროებს ძალისხმევას. ეს უბრალოდ სოციალური ტანსაცმელია, რომელსაც სახლიდან გასვლისას ვიცვამთ, ისევე როგორც ქუდს ან პალტოს ვიხურავთ. მაგრამ ადამიანის სული არ არის ის, რასაც ისინი აღლუმზე აჩვენებენ. სული არის ის, რაც რჩება, როდესაც მათ ძალა ეწურებათ, რომ თავი მოაჩვენონ. ამ საიდუმლოს არსი ასეთია. თვითკონტროლი კუნთია, როგორც ხელი, რომელიც მძიმე ფარს უჭირავს. სანამ კუნთი ახალია, ფარი თანაბრად ეკიდება და თქვენ ხედავთ ლამაზ გერბს. მაგრამ როდესაც ძლიერი დაღლილობა იწყება, ან როდესაც გონება ღვინით არის დაბინდული, კუნთი სუსტდება, ხელი ვარდება, ფარი ვარდება. და მხოლოდ მაშინ ხედავთ, ვინ დგას ფარის უკან. ბევრი ადამიანი უშვებს საბედისწერო შეცდომას. ისინი ამბობენ, ოფ, ნუ მოусმენთ მას. ის უბრალოდ დაიღალა. ან, მან უბრალოდ ძალიან ბევრი დალია. არაყი ლაპარაკობს და არა ის. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომლითაც თავს ვანუგეშებთ, რათა სიმართლე ვერ დავინახოთ. გახსოვდეთ სიბრძნე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ. ღვინო არ იგონებს აზრებს, ის უბრალოდ გამოხატავს მათ. დაღლილობა არ შობს რისხვას, ის უბრალოდ ხსნის გალიას, სადაც ეს რისხვა მთელი დღე იჯდა. თუ ადამიანი დაღლილობის ან სიმთვრალის დროს აგრესიული ხდება, სუსტებს დამცირებას იწყებს, ძველ წყენას იხსენებს ან ცხოველად იქცევა, იცოდეთ, რომ ეს მისი ნამდვილი სახეა. ის სასიამოვნო, ინტელექტუალური მოსაუბრე, რომელსაც დილით იცნობდით, უბრალოდ მსახიობია, რომელიც როლს თამაშობს. ხოლო ის ურჩხული, რომელიც ღამით იღვიძებდა, მისი ცხოვრების რეჟისორია. არასდროს, გესმით ჩემი, არასდროს ააშენოთ ცხოვრება მათთან, ვინც ამ გამოცდას ვერ გაივლის. რადგან ცხოვრება ყოველთვის მზიანი გასეირნება არ არის. იქნება მომენტები, როცა ავად იქნებით, როცა ფინანსური პრობლემები გექნებათ, როცა დაღლილობისგან ფეხზე წამოხვალთ, ბავშვებს აძინებთ. და ამ მომენტებში თქვენს გვერდით უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დაღლილობისას მშვიდი და სევდიანი გახდება, არა სასტიკი და საშიში. მოგიყვებით ისტორიას, რომელმაც სამუდამოდ ჩამიბეჭდა ეს გაგება გულში. ეს მაშინ მოხდა, როცა უკვე მოწიფული მამაკაცი, ოჯახის მამა ვიყავი. მენეჯერს ვეძებდი ჩემი ერთ-ერთი მაღაზიისთვის. მჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც კრისტალური პატიოსნება ჰქონდა, მშვიდი, ხალხთან ურთიერთობის უნარი ჰქონდა. და ერთი კაცი მირჩიეს, მოდით, დანიელი დავარქვათ. დანიელი სათნოების მაგალითი იყო. ის მასწავლებლის შვილი იყო, ყოველთვის სუფთად გაპარსული, შვიდად და პატივისცემით საუბრობდა. ბევრი ლექსი ზეპირად იცოდა, წმინდა წერილიდან ციტირებდა. ქალებთან იმდენად გალანტური იყო, რომ სიამოვნებისგან წითლდებოდნენ. როგორც ჩანს, საერთოდ არ იცოდა, როგორ გაბრაზებულიყო. თუ ბაზარში ვინმე უბიძგებდა, პირველი ბოდიშს იხდიდა. მეგონა, აი, ის ანგელოზივითაა. მასთან ერთად ჩემი საქმე აყვავდებოდა და ნერვები დამშვიდდებოდა. ერთად დავიწყეთ მუშაობა, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. მაგრამ საბოლოოდ რომ მისთვის მიმენდობინა საქმე, მასთან ერთად შორეულ ქალაქში, დიდ ბაზრობაზე მომიწია წასვლა. ეს სერიოზული გამოცდა იყო. იქამდე მოგზაურობა 3 დღე გაგრძელდა ტალახში, წვიმასა და ქარში რყევადი ეთლით. პირველი 2 დღე დანიელმა კარგად გაძლო. დისკომფორტს გაუძლო, ხუმრობდა, ცდილობდა ჩემს გამხნევებასაც კი. მაგრამ მესამე დღის საღამოს უკვე გამოფიტულები ვიყავით. ღრმა ჩიხში ჩავარდით. ეთლი ყინულოვანი წვიმის ქვეშ უნდა გაგვეტარებინა. ძვლებამდე გავსველდით, ისე გავიყინეთ, კბილები გვიკაცრავდა. ძალიან გვშიოდა და გამოფიტული ვიყავით. ბოლოს, გვიან ღამემდე, სასტუმროს მივაღწიეთ. თბილ ადგილას შევედით, ცხელი საჭმელი და ღვინის დოქი შევუკვეთეთ გასათბობად.
დანიელმა ერთი ჩიქა დალია, შემდეგ მეორე. სითბომ ძილი აუჩუხა, დაღლილობა მძიმე სიმძიმით მხრებზე დააცვა. მისი თავშეკავების კუნთები ჩავარდა. შემდეგ კი დაიწყო ტრანსფორმაცია, რომლის გახსენებაც დღემდე მეშინია. ახალგაზრდა მოახლე გოგონამ დაახლოებით 16 წლის სუპი მოგვიტანა. დაღლილი იყო, ხელები უკანკალებდა და შემთხვევით რამდენიმე წვეთი დაღვარა დანიელის სახელოზე. მხოლოდ რამდენიმე წვეთი. იგივე დანიელი, რომელმაც გუშინ ბოდიში მოიხადა, როდესაც ხალხი უბიძგებდა, უცებ წამოხდა. სახე ისე დაიმახინჯა, თითქოს დემონი დაეპატრონა. მას მაგიდას ისე ძლიერად დაარტყა მუშტი, რომ ჭურჭელი ავარდა. თბრმა ხარ, იღრიალა მან ისეთი ხმით, რომელშიც იმდენი სიძულვილი იყო, რაც ომის დროსაც კი არ გამიგია, იცი რა ღირს ეს პერანგი? შეჩუჩხიანო ნაძირალო, გავშეშდი. ვცადე მისი დამშვიდება, დენიელ დამშვიდდი. ეს უბედური შემთხვევა. ის უბრალოდ ბავშვია. დავიღალეთ. მაგრამ მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. ფარი ჩამოვარდნილიყო. ის ჩემსკენ შემობრუნდა და მის თვალებში პატივისცემა კი არა, ცივი ზიზღი დავინახე. და შენ მას არ იცავ, ჩასჩურჩულა მან სახეში, ყველანი ერთნაირები ხართ. კარგ ბიჭებს თამაშობთ, მაგრამ ჩვენზე მდიდრდებით. მეზიზღება ეს საქმე. მეზიზღება ყველა სულელის წინაშე თავის დახრა. მეზიზღება თქვენზე ღიმილი. შემდეგ მან ცოლზე დაიწყო საუბარი, იმ ქალზე, რომელზეც ადრე მხოლოდ თაყვანისცემით საუბრობდა. ყველაზე ბინძურ სიტყვებს უწოდებდა, ამბობდა, რა ამაზრზენი იყო მისთვის, როგორ ოცნებობდა, რომ ის გაქრებოდა. მან ძაღლს ფეხი დაარტყა, რომელიც მაგიდასთან ძვლის საძებნელად მიუახლოვდა. მისგან მოედინებოდა სიბინძურის, ბოროტებისა და შურის ნაკადი, რომელიც, როგორც ჩანს, მასში წლების განმავლობაში გროვდებოდა. ვიჯექი და ჩუმად ვიყავი. არ ვსვამდი. ვუყურებდი და ვიხსენებდი. ჩემს წინ იჯდა ნამდვილი დანიელი, არა მასწავლებლის შვილი, არა გალანტური ჯენტლმენი, არამედ ბოროტი, ღრმად უბედური ადამიანი, რომელსაც მთელი სამყაროს წულს და სათნოების ნიღაბს ატარებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მომგებიანია. დაღლილობამ და ღვინომ უბრალოდ მოხსნა მისი სულისკარის საკეტი და იქიდან გამოვარდა მისი ნამდვილი დემონები. დილით ის ისევე გაიღვიძა, როგორც ადრე. ფერმკრთალი იყო, ხელები უკანკალებდა. არაფერი ახსოვდა, ან თითქოს არ ახსოვდა. ისევ თავაზიანი გახდა, ბოდიში მოიხადა, რომ შესაძლოა გუშინ დაღლილობისგან ცოტა გახურდა. ისევ გამიღო კარი და თავისი თვინიერი ღიმილით გამიღიმა. მაგრამ უკვე ვნახე, ვინ ცხოვრობს ამ სახლში. ვიცოდი, რომ როგორც კი ავად გავხდები, როგორც კი დავსუსტები, ან როგორც კი საქმე ცუდად წავა, ეს ანგელოზი დამგლიჯავს ისევე, როგორც გუშინ მოახლეს დაუყვირა. ვერ ვანდობდი მას ჩემს მაღაზიას, ჩემს ფულს და ჩემს ხალხს. როგორც კი ქალაქში დავბრუნდით, გადავუხადე და გავათავისუფლე. შოკში იყო. ვერ ხვდებოდა რატომ ბოლოს და ბოლოს არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. მაგრამ არ ავუხსენი. უბრალოდ ვუთხარი. დენიელ ვეძებ ადამიანს, რომელიც ქარიშხლის დროს საჭეს უჭირავს და არა ისეც, რომელიც ეკიპაჟს ესხმის თავს. 1 წლის შემდეგ გავიგე, რომ სხვა ვაჭართან იშოვა სამსახური და ეს სამწუხაროდ დასრულდა. ერთ დღეს, როდესაც მე პატრონე არ იყო, გაბრაზებულმა დანიელმა თანამშრომელის ცემა და საწყობს ცეცხლი წაუკიდა, ცდილობდა დაეფარა დეფიციტი, რომელიც კარტის მოსაგებად გააკეთა. მისი ნამდვილი არსი მაინც გამოაშკარავდა ზედაპირზე, რადგან მუდამ ფეხის წვერებზე სიარული არ შეიძლება. ადრე თუ გვიან დაიღლები და ფეხზე დგახარ. ამიტომ, მეგობრებო, დააკვირდით. შეხედეთ თქვენს რჩეულებს, მეგობრებს და პარტნიორებს რთული დღის ბოლოს. შეხედეთ მათ დღესასწაულებზე, როდესაც ღვინო მდინარესავით მოედინება. თუ ადამიანი მხიარული, კეთილი და სენტიმენტალური გახდება, ეს კარგი ადამიანია. თუ ჩაეძინება, ეს მშვიდი ადამიანია. მაგრამ თუ მისგან აგრესია, პრეტენზიები და სიბინძურე გამოდის, გაიქეცი. ნუ დაიჯერებ დილის ბოდიშებს. დაიჯერე ღამის სიმართლე, რადგან მოგიწევთ არა ნიღბით ცხოვრება, არამედ იმათთან, ვინც მის ქვეშ იმალება. მე-6 ტესტი არის მიმტანის ტესტი. ამ გაკვეთილს მიმტანის ტესტს ვუწოდებ. და თუ წინა შემოწმებებმა დაგვეხმარა იმის გარკვევაში, ასრულებს თუ არა ადამიანი თავის სიტყვას ან იცის თუ არა პატიება, ეს ტესტი სულს რენტგენის სხივებით ამოწმებს და აჩვენებს, აქვს თუ არა ადამიანს ის მთავარი თვისება, რაც გვაქცევს ადამიანებად უნარი დაინახოს თანასწორი ყველაში. რა არის ამ დიდი ტესტის არსი? გახსოვდეთ, ადამიანის ხასიათი არასოდეს ვლინდება იმაში, თუ როგორ იქცევა ის მათთან, ვინც სჭირდება, ვინც მასზე ძლიერია ან ვისაც შეუძლია მისთვის სასარგებლო იყოს. უფროსებთან, მდიდარ პარტნიორებთან ან მომგებიან მეგობრებთან. ნებისმიერი ნაძირალა თავაზიანად იქცევა.
ისინი გაიღიმებენ, დაიხრებიან, იცინიან უსახურ ხუმრობებზე. ეს არ არის ხასიათი. ეს ბიზნეს სტრატეგია, ეს გადარჩენის ნიღაბია. ადამიანის ნამდვილი სახე მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ის პატარა ადამიანს წააწყდება, ვისაც უკან დახევა არ შეუძლია, ვისაც მისი კარიერა არ არის დამოკიდებული, ვისაც თავისი თანამდებობიდან ევალება მისი მომსახურება. მე ვსაუბრობ მიმტანებზე, პორტიერებზე, დამლაგებლებზე, მძღოლებზე, კურიერებზე. ამ პარტავანი ადამიანის თვალში ეს ადამიანები უხილავი, ფუნქციები, ცოცხალი ავეჯი არიან. მიმტანის ტესტი მყისიერად მუშაობს. დააკვირდით, როგორ აკეთებს თქვენი თანმხლები პირი შეკვეთას. უყურებს თუ არა ის მაგიდასთან მიახლოებულ ადამიანს თვალებში. მადლობას დაგთხოვ, თუ აგრძელებს სატელეფონო საუბარს, მენიუში თიც უშვებს მიმტანის ღირსების შელახვის გარეშე. როგორ რეაგირებს, თუ წვნიანი გაცივდა ან ჩანგალი ძალიან გაჭიანურდა. თუ ადამიანი, რომელმაც ახლახანს კომპლიმენტებით გაგახარათ, მოულოდნელად თავს აბრუნებს და ცივი, ზიზღისმომგვრელი ტონით საყვედურობს მიმტანს, თითებს აკაკუნებს ძაღლივით, ან თავს იჩენს ისე, რომ არ არსებობს, იცოდეთ, რომ თქვენს წინაშე ტირანია. ჯერჯერობით ისინი მხოლოდ მიმტანის მიმართ არიან ტირანები, რადგან მიმტანი სუსტია. მაგრამ მიეცით მათ ძალაუფლება თქვენზე, გახდით მათი მეუღლე, დაქვემდებარებული ან დამოკიდებული მეგობარი და ეს ცივი ტონი თქვენზეც დაეცემა. ადამიანი, რომელსაც მსახურის დამცირება სჭირდება, რომ თავი ბატონად იგრძნოს, შინაგანად ცარიელი და დაუცველია. მათი სიდიადე გაბერილია. მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ჩვენს თემში მრავალი წლის წინ მოხდა. ეს იყო დრო, როდესაც ჩემი დისშვილი, ლამაზი რივკა, ქმარს ეძებდა. ის იყო მოკრძალებული გოგონა კეთილი გულით და მთელი ოჯახი ოცნებობდა, რომ ის ღირსეულ ადამიანს იშოვიდა. შემდეგ კი ლაზარე გამოჩნდა ჰორიზონტზე. ლაზარე ნებისმიერი დედის ოცნება იყო, პატივცემული იუველირის შვილი, ყოველთვის უნაკლოდ ჩაცმული, განათლებული, კარგად წაკითხული. ის ყვავილებს მოჰქონდა ჩემს დას, ეზოში ბავშვებს ტკბილეულს აძლევდა, წმინდა ტექსტებს ზეპირად იცოდა. ის ისეთი რბილად და პატივისცემით საუბრობდა, რომ ყველანი ვაღიარებ მოხიბლულნი ვიყავით. როგორც ჩანს, ხოვლისშემძლემ თავად გამოუგზავნა რივკას ეს ანგელოზი. საქმე ნიშნობისკენ მიდიოდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად და ქორწილის დეტალების განსახილველად, ლაზარმა მთელი ჩვენი ოჯახი, რივკას მშობლები, მე და თავად პატარძალი, ქალაქის საუკეთესო რესტორანში დაპატიჟა. ეს იყო ფუფუნების საღამო. მუსიკა უკრავდა, სანთლები ენთო. ლაზარი თავად იყო მომხიბვლელი. მან რივკა მოიხიბლა, მამამის ღვინო დაასხა, ისე დახვეწილად და მხიარულად ხუმრობდა, რომ ცრემლებამდე ვიცინოდით. მე ვიჯექი და ვფიქრობდი, კარგი, საბოლოოდ ვიღაცას გაუმართლა და იდეალი შეხვდა. მაგრამ შემდეგ მთავარი კერძი მოიტანეს. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა მიმტანი გვემსახურა, ბიჭი, ალბათ, სამსახურის პირველ დღეს. ხელები აღელვებისგან უკანკალებდა, რადგან მაგიდასთან მნიშვნელოვანი ადამიანები დაინახა. როდესაც ლაზარის წინ შემწვარი თეფში დადო, შემთხვევით, სიტყვასიტყვით თმით, სახელოთი შეეხო ჩიქას. არაფერი დაღვრილა, ღვინის არც ერთი წვეთი არ დაეცა სუფრაზე. ჩიქა უბრალოდ ოდნავ ჭრიალებდა. და შემდეგ მოხდა ტრანსფორმაცია, რომელმაც ჟრუანტელი მომგვარა. ლაზარი, რომელიც ერთი წამის წინ მოყვასის სიყვარულის შესახებ სიბრძნეს ციტირებდა, მკვეთრად შემობრუნდა. მისი სახე, უბრალოდ ნათელი და კეთილი, ზიზღისა და ბოროტების ნიღაბად გადაიქცა. არ უყვირია, არა, ეს ნახევარი პრობლემა იქნებოდა. ის ჩუმი, ჩურჩულიანი ხმით ლაპარაკობდა, სავსე ისეთი ამპარტავნებით, თითქოს მის წინ მწერი იდგა. ხელები არასწორი ადგილიდან გეზრდება. იკითხა მან და პირდაპირ ბიჭის შეშინებულ თვალებში შეხედა. შენ საერთოდ გესმის, ვინ ზის აქ? თუ აქ სიბრალულით დაგიქირავეს, რომ ქუჩაში არ გეთხოვა? ეს წამართვი და პატრონს დაურეკე. მინდა, რომ დღესვე გაგაგდონ აქედან. ჩვენ გავშეშდით. ჰაერში სიჩუმე ჩამოწვა, საფლავის ქვასავით მძიმე. ბიჭი გაფითრდა, ბოდიშის მოხდა დაიწყო, მაგრამ ლაზარი არც კი უსმენდა. ის მისგან შებრუნდა, კვლავ გაუღიმა რივკას და სრულიად მშვიდი, ნაზი ხმით უთხრა. მაპატიე, ძვირფასო, ამ უხერხულმა ადამიანმა ატმოსფერო დაანგრია. სად ვიყავით? კი, ცერემონიისთვის ყვავილების გამო. მან მაშინვე შეცვალა პოზიცია. მისთვის ეს ნორმალური იყო. მისთვის აბსოლუტურად ბუნებრივი იყო წვრილმანის გამო ადამიანის ჩახშობა და შემდეგ საუბრის გაგრძელება. მე რივკას შევხედე. მის თვალებში შიშის ცრემლები სდიოდა. მანაც იგივე დაინახა, რაც მე ცრუ ფსკერზე. იმ საღამოს რივკას მამას, ჩემს ძმას, იდაყუში მოვკიდე ხელი და განზე გავიყვანე. ვუთხარი, թե მომისმინე, ძმაო.
თუ ის ისეთ ადამიანს მოექცევა, რომელსაც ასე ვერ უპასუხებს, შენს ქალიშვილსაც ისევე მოექცევა, როგორც კი მათი საძინებლის კარს დახურავს. ახლა ის მისთვის ტროფეია, რომელიც უნდა მოიგოს, ამიტომ ის საყვარელია. მაგრამ როგორც კი ის მისი ცოლი გახდება, ის მისი საკუთრება გახდება, როგორც ეს მიმტანი. და ნებისმიერი ზედმეტად მარილიანი სუპის გამო, ის მას იმავე ცივი ხმით გაანადგურებს. თავიდან ჩემი ძმა იჩხუბა, თქვა, რომ ბიჭი უბრალოდ ნერვიულობდა, ყველაფერი იდეალურად უნდოდა. მაგრამ მე მოვითხოვე. ლაზარეს შესახებ მეტის გაგება დავიწყეთ. მის ყოფილ მუშებს, მეზობლებს ვკითხეთ, არა მათ, ვისთანაც ჩაისვამდა, არამედ მათ, ვინც მისთვის მუშაობდა. და საშინელი სურათი გაიხსნა. აღმოჩნდა, რომ ეს ანგელოზი ყოველთვიურად ცვლიდა მსახურებს, რადგან ვერავინ იტანდა მის კრიტიკას და ჯარიმებს. აღმოჩნდა, რომ ის სასტიკი იყო ცხენების მიმართ. აღმოჩნდა, რომ მისი თავაზიანობა ჟანგიან რკინაზე თხელი მოოქროვილი იყო. ნიშნობა ჩაიშალა. ლაზარი განრისხდა. იყვირა, რომ ვინანებდით, რომ ცხოვრებაში საუკეთესო შანსი გავუშვით ხელიდან. მაგრამ ჩვენ მტკიცედ დავრჩით. 2 წლის შემდეგ ლაზარემ ძალიან მდიდარი ოჯახიდან კიდევ ერთი გოგო იქორწინა. თავიდან ყველაფერი ლამაზი იყო, მაგრამ მალე ქალაქში ჯორები გავრცელდა. ხალხი მას ცრემლიანი თვალებით ხედავდა. ამბობდნენ, რომ მან აუკრძალა სახლიდან ნებართვის გარეშე გასვლა, რომ ყველა მონეტას ითვლიდა, რასაც სახლის მოვლა პატრონობისთვის აძლევდა და მსახურების წინაშე საყვედურობდა ნებისმიერი დანაშაულისთვის. მისი დესპოტური ბუნება, რომელიც იმ წამსვე მიმტანთან ნახეთ, სრული აყვავებით აყვავდა. რივკა უბრალო ბიჭზე, მასწავლებელზე გათხოვდა. მათ რესტორანში მდიდრული ქორწილი არ გადაუხდიათ, მაგრამ მახსოვს, როგორ ვისხედით პატარა კაფეში და ამ ბიჭმა, როდესაც მიმტანმა შეკვეთა აურია და ყავის ნაცვლად ჩაი მოიტანა, გაუღიმა და უთხრა, არაფერი საშინელი, სიამოვნებით დავლევ ჩაის. მადლობა თქვენი შრომისთვის. და დავინახე, როგორ აყვავდა რივკა. ის უსაფრთხოდ იყო. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, როდესაც ახალ ადამიანს გაიცნობთ, იქნება ეს მეგობარი, პარტნიორი თუ მომავალი მეუღლე, ნუ წაიყვანთ მუზეუმში ან თეატრში. წაიყვანეთ იქ, სადაც მოემსახურებიან. და უყურეთ, ყურადღებით უყურეთ. ის, ვინც სასტიკია პატარების მიმართ, არასდროს იქნება ჭეშმარიტად კეთილი თქვენს მიმართ. სიკეთე არ არის შერჩევითი. ის ან არსებობს ყველა ცოცხალი არსების მიმართ, ან უბრალოდ თვალთმაქცობაა. მიმტანის ტესტი შეცდომებს არ უშვებს. მეშვიდე გამოცდა თავისუფალი ყურების გამოცდაა. იცით, მარტოობა სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მარტოობა მაშინ არის, როცა ცარიელ ოთახში მარტო ზიხარ. ეს არის გულწრფელი მარტოობა. მას აქვს სიჩუმე და სიმშვიდე. მაგრამ არსებობს ბევრად უფრო საშინელი მარტოობა ერთად. ეს მაშინ არის, როცა ზიხარ იმ ადამიანის წინ, რომელსაც მეგობრად თვლი. საუბრობ 1 საათის განმავლობაში, 2 საათის განმავლობაში, 3 საათის განმავლობაში და შემდეგ გადიხარ ქუჩაში და ხვდები, რომ იქ არ იყავი. იქ მხოლოდ ისინი იყვნენ, მათი ხმა, მათი პრობლემები, მათი სიხარული, მათი მოსაზრებები ამინდისა და პოლიტიკის შესახებ. და თქვენ უბრალოდ ავეჯი იყავით, რომელსაც შეუძლია თავის დაქნევა. თქვენ ფუნქცია იყავით. თქვენ თავისუფალი ყურები იყავით. ამ საიდუმლოს არსი ადამიანური კომუნიკაციის ბუნების გაგებაშია. დიალოგი, ნამდვილი ცოცხალი დიალოგი, ბურთის თამაშს ჰგავს. მე ვსროლობ, შენ იჯერ. შენ ვსროლობ, მე ვიჯერ. ეს არის ენერგიების გაცვლა. ეს არის ცეკვა, სადაც 2 რიტმულად მოძრაობს. მაგრამ არიან ადამიანები და სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მათგანია, ვინც არ იცის ბურთის თამაში. მათ მხოლოდ ქვების სროლა იციან თქვენი მიმართულებით. ისინი თანამოსაუბრეს სარკედ იყენებენ საკუთარი ანარეკლის დასათვალიერებლად. ან ჟილეტად ცრემლების მოსაცმენდად, შემდეგ კი, როდესაც ჟილეტი დასველდება, ზიზღით გვერდზე გადააგდებენ. უფასო ყურების ტესტი ძალიან მარტივია, მაგრამ მისმა შედეგებმა შეიძლება გული გაგიტეხოთ. შემდეგ ჯერზე, როცა ასეთ მეგობარს შეხვდებით, გააკეთეთ 2 რამ. პირველ რიგში, ჩართეთ თქვენი შინაგანი დამკვირვებელი. დრო გააკონტროლეთ. აი, თქვენ ზიხართ და ყავას სვამთ. 1 საათი გავიდა. დაუსვით საკუთარ თავს გულწრფელი კითხვა. ამ საათში რამდენჯერ მკითხა ამ ადამიანმა ჩემზე? არა ფორმალურით როგორ ხარ, რომელიც მაშინვე იწყებს თავის ისტორიას, არამედ გულწრფელ კითხვას. რამდენჯერ დააზუსტა მან ჩემი ცხოვრების დეტალები? თუ 60 წუთი ისაუბრეთ და 45ჯერ მისი ხმა გაისმა, რომელიც თავის უფროსზე, ჯანმრთელობაზე, განახლებასა და ბრწყინვალე ფიქრებზე მოგვითხრობდა, ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის.
თქვენ ურთიერთობაში არ ხართ, სხვისი ეგოს მონობაში ხართ. მეორე, ჩაატარეთ სტრეს ტესტი. შეეცადეთ, თქვენი პრობლემით შეუშალოთ ხელი მათ ნაკადს. როდესაც ისინი ჩაისუნთქავენ, რათა საკუთარი ტანჯვის შესახებ ახალი თავი დაიწყონ, ჩუმად, მაგრამ გარკვევით თქვით. იცით, დღეს ძალიან რთული დღე მაქვს. ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს ან სამსახურში. და უყურეთ ორივე თვალით. ვამპირი ადამიანი მყისიერად რეაგირებს. ისინი იტყვიან რაღაცას მაგალითად, დიახ, ყველას უჯირს ახლა, ასეთი ამინდია. ასე რომ მოусმინეთ, რა მითხრა ჩემმა დედამთილმა. ისინი უბრალოდ გადააბიჯებენ თქვენს ტყივილს, როგორც გუბეზე, ფეხების დასველების გარეშე და უფრო შორს სწავლენ თავიანთი ამაოების გზაზე. მათ არ აინტერესებთ. თქვენ არ ხართ ცოცხალი ადამიანი, რომელსაც მათ მიმართ გრძნობები აქვს. თქვენ ხართ მიმღები, რომელიც მათ სიხშირეზეა მორგებული. და თუ მიმღები საკუთარი თავის გადაცემას დაიწყებს, ისინი უბრალოდ ატრიალებენ მორგების ღილაკს, რათა ჩარევა ჩაახშონ. ასეთ ადამიანებთან ცხოვრება საშიშია. ისინი ქსვამენ. თქვენ თქვენი ძვირფასი დროის საათებს ხარჯავთ წლების განმავლობაში ერთი და იგივე ჩივილების მოსმენაში. თქვენ რჩევებს აძლევთ, რომლებსაც ისინი არ უსმენენ. თქვენ თანაუგრძნობთ, ხარჯავთ თქვენს ნერვულ უჯრედებს. და სანაცვლოდ, თქვენ მიიღებთ სიმძიმის თავს, სიცარიელის შეგრძნებას და იმის განცდას, რომ გამოგიყენეს. ეს ცალმხრივი გზაა. მე მოგიყვებით ისტორიას, რომელიც არა ახალგაზრდობაში, არამედ მაშინ დამემართა, როცა ჩაღარა თმამ უკვე ვერცხლისფერი წვერი გამიხადა. როგორც ჩანს, ამ ასაკში ბრძენი უნდა გამხდარიყავი და ხალხს გავცნობოდი. მაგრამ, როგორც ჩანს, მეგობრობის მოთხოვნილება ზოგჯერ სიბერემდეც კი გვაბრმავებს. ვხავდა მეგობარი, სახელად ზალმანი. ჩვენ, საშინელებაა, რომ 30 წელზე მეტი ხნის ნაცნობები ვიყავით. ზალმანი ნათელი, მხატვრული ადამიანი იყო. ის ყოველთვის დრამის ცენტრში იყო. მას ყოველთვის დიდი მოვლენები ხდებოდა. თუ ის ავად გახდებოდა, ეს სასიკვდილო დაავადება იყო, რომლის შესახებაც ქალაქის ყველა ექიმმა უნდა იცოდეს. თუ ის ბაზარში მოტყუდებოდა, ეს მსოფლიო მასშტაბის შეთქმულება იყო. თუ ის ცოლს ჩხუბობდა, ეს ბერძნული ტრაგედია იყო. მე შეჩვეული ვიყავი მის აუდიტორიას. მე კი მეჩვენებოდა, რომ ეს მეგობრობა იყო. მასთან მივდიოდი ჩაის მისვამ და სხვათა შორის მისი ჩაი ყოველთვის შესანიშნავი იყო და იწყებოდა ერთკაციანი შოუ. ვუსმენდი, თავს ვუქნევდი, სუნთქავდი, რჩევებს ვაძლევდი, ვანუგეშებდი. ყველაფერი ვიცოდი მისი მეორე ბიძაშვილების, მეზობლების, ავადმყოფობების, წიგნის დაწერის აუსრულებელი ოცნების შესახებ. მისი სულის გეოგრაფია ჩემს ბინაზე უკეთ ვიცოდი. ერთ დღეს, ნოემბრის ცივ საღამოს, უსიამოვნება დამემართა. დეტალებში არ შევალ, რომ სევდა არ გამოვიწვიო. მაგრამ საქმე ჩემს სახლს ეხებოდა. დოკუმენტებში დაშვებული შეცდომისა და ერთი თანამდებობის პირის სიბოროტის გამო. რისკის ქვეშ დავდექი ჩემი ქონების ნაწილის დაკარგვის რისკის ქვეშ, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ვიშრომე. სასოწარკვეთილებაში ვიყავი. მე შინოდა. 3 ღამე არ მეძინა. უბრალოდ ვინმესთან საუბარი მჭირდებოდა, არ არჩევის სათხოვნელად, რადგან აქ ადვოკატები იყვნენ საჭირო, არამედ უბრალოდ ადამიანური სითბო, რომ ვინმე მეთქვა. იოსებ მოიცა შენთან ვარ, ამას გადავლახავთ. და ზალმანთან წავედი. კიდევ ვინ? ბოლოს და ბოლოს 30 წლის მეგობრები ვართ. ბოლოს და ბოლოს მისი აღსარების 1000-ობით საათი მოვისმინე. მეგონა, რომ ახლა მოვედი და ის ჩემი თავდაყირა სახის დანახვისას. ყველა საქმეს გვერდზე გადადებდა და ჩაის მომასხამდა. მოვედი. ზალმანი ახალ მოსასხამში დამხვდა, ვარდისფერლოყებიანად და აღელვებულად. თოოფ, იოსებ, რა კარგია, რომ მოხვედი, წამოიძახა მან, თვალებშიც კი არ მიყურებდა. ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა დღეს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. დაჯექი, უნდა გითხრა. დავჯექი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქვა მქონდა შიგნით. ვცადე მეთქვა, ზალმან უნდა ვისაუბრო. უსიამოვნებაში ვარ. სასამართლო მემუქრება, რომ წამართმევს, მაგრამ მან შემაწყვეტინა. უბრალოდ ხელი დამიქნია, თითქოს შემაწუხებელ ბუს საფრთხობს. სასამართლოები, ჩინოვნიკები, ყველანი თაღლითები არიან. 100 ჯერ გითხარი. მაგრამ მომისმინე, დღეს ბაზარში კობრის საყიდლად წავედი და იცირა, იმ თავხედმა, თევზის გამყიდველმა ფიმამ, გაბედა და მითხრა, რომ სიახლე არ მესმის, მე ადამიანი, რომელიც მდინარის პირას გაიზარდა და დაიწყო საუბარი.
ისაუბრა კობრზე, თევზის თვალებზე, ქერცლებზე, იმაზე, თუ რას უპასუხებ იმაზე, თუ როგორ იცინოდნენ გარშემომყოფები მის ხუმრობაზე, როგორ წავიდა შემდეგ სანელებლების მაღაზიაში და იქაც დაამყარა წესრიგი. ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. 40 წუთის განმავლობაში აღწერდა ბაზარში თავის მოგზაურობას. ხელებს აქნევდა, სახეებს ასახავდა, ხმას იცვლიდა. ვიჯექი და ვუყურებდი და უცებ დრო გაჩერდა ჩემთვის. მის პირს რომ იღებოდა და იხურებოდა, უცებ საშინელი სიმართლე დავინახე. ჩემს წინ მეგობარი კი არა, ყრუ იჯდა. ფიზიკურად ყრუ არ იყო, არა, სმენა შესანიშნავი ჰქონდა. სულით ყრუ იყო. მწუხარებისგან გაშავებული სახით ვიჯექი. კანკალებდა ხელები და თევზებზე მიყვებოდა. საერთოდ არ აინტერესებდა, რა ხდებოდა ჩემთან. ახლა რომ დავცემოდი და მის ხალიჩაზე მოვკვდებოდი. ალბათ ჯერ კობრის შესახებ ამბავს დაასრულებდა და შემდეგ გაუკვირდებოდა, რატომ არ ვუკრავდი ტაშს. მივხვდი, რომ ამ 30 წლის განმავლობაში მეგობარი არ მყოლია. რადიო მიმღები მქონდა, რომლის გამორთვაც არ შეიძლება. უბრალოდ ყურები ვიყავი, რომლებიც მასთან სტუმრად მოდიოდნენ, რათა საკუთარი მნიშვნელობის შესახებ დარწმუნებულიყო. ჩემი ტკივილი, ჩემი ცხოვრება, ჩემი შიშები მისთვის არ არსებობდა. მე цаრიელი ადგილი ვიყავი, სადაც თავის ფილმს აპროექტებდა. რაღაც მომენტში გაჩუმდა, რომ ჩაის ყლუპი მოსულიყო და მკითხა, კარგი მითხარი, განამართალი არ ვიყავი იმ ფილმასთან დაკავშირებით. როგორ დავაყენე ის თავის ადგილას და წამოვდექი. ნელა მძიმედ, მოხუცივით, რაც უცებ ვიგრძენი. թե მართალი ხარ, ზალმან, ვთქვი ჩუმად. ყველაფერში მართალი ხარ. კობრი ძალიან მნიშვნელოვანია. ის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია. სად მიდიხარ, გაუკვირდა. ჯერ არ დაგვილევია ჩაი მურაბით. ჯერ არ მithქვამს, რა დამესიზმრა სამშაბათს. მივდივარ, ვუპასუხე. კე სასამართლო მაქვს, ზალმან. სახელოსნოს ართმევენ, შენ კი მურაბას მიირთმევ, ტკბილია. ნოემბრის ცივ ღამეს გარეთ გავედი. ის ჩემს გასაცილებლადაც კი არ გამოსულა. ის იჯდა, განაწყენებული, რომ მის ტრიუმფს შევუშალე ხელი. აღარასდროს მივსულ ვარ მასთან. რამდენჯერმე დამირეკა, მკითხა, რატომ გავქრი, მაგრამ მაშინვე დაიწყო თავისი დაავადებების შესახებ მოყოლა და მე გავთიშე. მტკივნეული იყო ჩემი ცხოვრებიდან 30 წლის ამოჯრა. მაგრამ როგორც კი ეს გავაკეთე, წარმოუდგენელი სიმსუბუქე ვიგრძენი. თავისუფალი დრო მქონდა, გონება სუფთა მქონდა. და რაც მთავარია, აღარ მეგრძნო თავი ნაგვის ურნაში. და იცით რა? მალე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემი პრობლემის შესახებ შეიტყვეს და თავად მოვიდნენ, გრძელი წინასიტყვაობების გარეშე. მოვიდნენ და მკითხეს, როგორ დახმარებოდნენ. მომისმინეს და დამეხმარნენ. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ ამ გამოცდის. შეამოწმეთ თქვენი კონტაქტები. თუ თქვენ გხავთ ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობის შემდეგ გრძნობთ, რომ არ გაგიგიათ, რომ უბრალოდ თქვენი ენერგია შავ ხვრელში ჩადეთ, წადით. ყურები დახუჯეთ მათ, ვისაც არ სურს თქვენი გულის მოსმენა. ღმერთმა 2 ყური და 1 პირი მოგცა, რათა ორჯერ მეც მოვუსმინოთ, ვიდრე ვილაპარაკოთ. მაგრამ თუ ვინმემ გადაწყვიტა, რომ მისი პირი მისთვისაა და თქვენი ყურებიც მისთვისაა, მაშინ ეს არ არის მეგობრობის არითმეტიკა, ეს თქვენი სიცოცხლის ქურდობაა. დაიცავით თავი ასეთი ქურდებისგან. ახლა კი, ჩემო მეგობრებო, გაგიმხელთ იმ მთავარ ჭეშმარიტებას, რისთვისაც აქ შევიკრიბეთ. მკაცრად ჟღერს, მაგრამ სიცოცხლეს გიხსნით. გახსოვდეთ, თქვენ არ შეგიძლიათ ადამიანების შეცვლა. ეს ჩვენი ახალგაზრდობის უდიდესი ილუზიაა, ვიფიქროთ, რომ ჩვენი სიყვარულით, მოთმინებით ან ფულით გუზიანებს გამოვასწორებთ. არა. ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს ცვლის, როდესაც საკუთარ ტანჯვას განიცდის. თუ ცდილობ გადაარჩინო ის, ვინც ფსკერზე გიქაჩავს, ვერ გადაარჩენ მას, უბრალოდ მასთან ერთად დაიხრჩობი. სიბრძნე მეგობრობის გულისთვის ბოროტების ატანაში კი არა, კარის დახურვის გამბედაობაშია. მხოლოდ ერთი რამის შეცვლა შეგიძლია. საკუთარ თავსა და მათ შორის მანძილის, ვინც შენს სამყაროს ანადგურებს. ჩვენი 7 ტესტის შეჯამებით ვისწავლეთ სიჩუმის მოსმენა, ადამიანების შემოწმება ვალებით, ცვლილებებით, გეგმის ცვლილებებით, დაღლილობით, სუსტთა მიმართ დამოკიდებულებით და მოსმენის უნარით. ცხოვრების კანონი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგცეს, ამბობს: ხოვლისშემძლე ტაძარს ჯაობზე არ აშენებს. იმისათვის, რომ ბედნიერება, შვიდობა და ერთგული ადამიანები შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში, ჯერ თქვენს გარშემო არსებული ჯაობი უნდა დაასველო. ნუ შეგეშინდებათ იმ სიცარიელის, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც არასაჭირო ადამიანები წავლენ. სიცარიელე არ არის დასასრული.
სიცარიელე არის ადგილი, სადაც ღმერთი რაღაც ახალს და ლამაზს დადებს.